მშვიდობისა, მე ვახოსანაია ვარ და წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. გარემოს დაცვა, გარემოს დაცვის პოლიტიკა საქართველოში, წყლისა და ჰაერის დაცვა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, მყარი ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საქართველო და პრობლემები გარემოს დაცვის სფეროში. დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით ყველას, დღეს შევიკრიბეთ გარემოს დაცვის საკითხებზე სასაუბროთ და წარმოგიდგენთ პირდაპირ ჩვენ სტუმრებს გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის მინისტრი, მოგესალმებით, გიორგი ზედგენიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო თხილავა, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ თუშიშვილი, გარემოს დაცვის ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი, რევაზ გეთიაშვილი, სენის გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი, რევაზ კობახიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე. მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ გოგა, თქვენგან დავიწყებთ დღევანდელ ჩვენს საუბარს. რა გამოწვევები რჩება დღეს, რა მთავარი გამოწვევებია გარემოს დაცვის სფეროში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, ალბათ ძალიან ლოგიკური იყო რომ ეს გადაცემა, მით უმეტეს ასეთ სათაურით რაღაც მომენტში უნდა დათმობოდა გარემოს დაცვას და ძალიან მიხარია რომ ასე ვთქვათ ეს თემაც თქვენ ფოკუსში მოხვდა, ასე ვთქვათ და ამ გადაცემის თემად იქცა. რა თქმა უნდა, ევროპული არჩევანი ჩვენი თვალსაზრისით და ჩვენი სამინისტროს თვალსაზრისით ყველაზე მეტად ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით რომ ჩვენი სფეროთ გასაგებია ის რომ ევროპული არჩევანი არის იმ ძალიან მრავალ ღირებულებებთან ერთად რომელსაც ასე ვთქვათ ჩვენ ვირჩევთ როგორც ქვეყანა და როგორც ერი მათ შორის არის საკმაოდ ბევრი და საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი ნაწილი ეს არ არის მარტივი გზა ეს არის საკმაოდ რთული საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი იმ საკითხებისა რომელსაც ჭირდება ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმება იმისთვის რომ ჩვენ გავხდეთ ასე ვთქვათ ევროპული ქვეყანა იმისთვის რომ ჩვენ დავადასტუროთ ცხოვრებაში და პრაქტიკაში რომ ჩვენ მართლაც გავაკეთეთ ევროპული არჩევანი ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დაუშვათ ის პოპულარული თემები რომელსაც როგორც წესი ვიხსენებთ ხოლმე როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ ეს არის დემოკრატია ეს არის ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ ეს არის ძალიან ბევრი წესი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ რეგულირება რომელიც გააჩნია ევროპას და ჩვენი არჩევანი თუ არის ევროპული და ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენ კეთილი უნდა ვიბოძოთ, ვინებოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ და რამდენად ვიწყებთ გარემოს დაცვაში ფეხს ევროპას. გასაგებია ჩვენი არჩევანი არის ევროპული, მაგრამ რა მე იცით რა არ ვაპირებ რაღაცა ნაცრის შეყრას საზოგადოებისთვის თვალებში რომ ჩვენ დავეწიეთ და გავუსწარეთ ევროპას ჩვენ სფეროს გულისხმობთ. გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ეს თვალნათელია გარემოს დაცვის კუთხით გულისხმობ და სწორედ ამაში მდგომარეობს ის ძალიან ინტენსიური თანამშრომლობის არსი რომელიც ჩვენსა და ევროკავშირის შორის ხდება და მეორე მხრივ ჩვენსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს შორის ხდება ასე ურთიერთობის დონეზე სწორედ ამ ურთიერთობის არსი არის ის რომ მოვიყვანოთ შესაბამისობაში შევქმნათ გეგმები როგორ მოვიდეთ შესაბამისობაში დაწყებული ევროპული კანონმდებლობიდან რომელიც გარემოს დაცვის სფეროებს არეგულირებს და რა თქმა უნდა დასრულებული იმით რომ პრაქტიკულად იგივე შედეგები უნდა გქონდეს ჩვენ დაუშვათ როგორც არის ევროპაში ნებისმიერ თვალსაზრისით ეს იქნება ნარჩენების მართვა ეს იქნება ჰაერის წყლის ნიადაგის და ამ შემდეგ მონიტორინგი ეს იქნება ზოგადად გარემოს დაცვითი კულტურა, გარკვეული რეგულირებები და ამ შემდეგ საკმაოდ ცელია მე უბრალოდ აღნიშნავ რომ ჩვენი სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩაბმული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტის ასე ვთქვათ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი რაც არის ეს არის გარემოს დაცვის საკითხები. და ჩვენ ხვდებით ყოველდღიურად ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩაბმული ამ
მოლაპარაკებებში და ეს საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებებია. ჩვენ ხვდებით, რამდენი რამეა გასაკეთებელი, რამდენად წინ უნდა წავიდეთ ჩვენ ბატონ ბორის. ჩვენი ევროპული არჩევანი იყოს, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში გამართლებული. ბატონ ბორის, თქვენი აზრით, აი რა არის გასაკეთებელი ამ ეტაპზე, ყველაზე, ასე ვთქვათ, გადაუდებელი, რაც შეიძლება საქართველოს გააკეთოს და რისი რესურსიც მას რეალურად გააჩნია დღეს. მეთანხმები ბატონ მინისტრს იმაში, რომ საქართველოს და ევროკავშირი მართლაც აშენებს პარტნიორობას, ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი პოლიტიკურ საკითხებზე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, გარემოც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელითაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავახლოვდეთ. მე ვიტყოდი ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულება, რაც შეეხება გარემოს დაცვას. როგორც ვახსენეთ უკვე, გარემოს დაცვა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ჩვენ დიალოგისა საქართველოსთან. მაშინაც კი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვაჭრობის საკითხებზე, ნებისმიერი ეკონომიკური საკითხი რათა იყოს სტაბილური და მდგრადი, საჭირო რომ იყოს დაცული გარემოს დაცვითი ასპექტი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიმართულებებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის მორგება, დაახლოვება ქართულ ევროპულ კანონმდებლობასთან და სხვადასხვა კონვენციებთან და პროტოკოლებთან. მაგრამ ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომლის დროს issues are tackled. ხდება გარემოს დაცვითი საკითხების გადაჭრა. მე ხაზს გავუსვამდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული. მე ახლა გულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას ამ დიალოგში და ხელისუფლების სხვადასხვა დონეების ჩართულობას გარემოს დაცვის საკითხებში, არა მარტო ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტების დონეზე, იმიტომ რომ ადგილობრივი დონეს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ჩვენ საუბრობთ გარემოს დაცვის საკითხებზე. And we are ready to support that process. ჩვენ მზადა ვართ ხარი დაუჭეროთ ამ პროცესს. ჩვენ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას ვუჭერთ, მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან კონსულტაციებს აღმოუჩენთ საქართველოს. ჩვენ ვიწყებთ პროექტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ნარჩენების მენეჯერთან დაკავშირებით, როცა ჩვენ გამოვიყენებთ ბულგარეთის, ავსტრიის გამოცდილებას ნარჩენების მართვის მიმართულებით, მართლაც მოხდება გამოცდილების გასვლა საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური ნება და იყოს ჩართულობა ყველა მხარისა საქართველოს პარლამენტში. გასაგებია, ქალბატონ ნინო, ბატონ მამბორისმა თქვა, რომ აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული ამ პროცესში. როგორია არასამთავრობო სექტორიდან დანახული ეს სურათი, არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველა დაინტერესებული მხარე ამ პროცესში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმი არის შექმნილი სპეციალურად ამ პროცესთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეხლა იყო მეორე შეხვედრა ზუსტად ამასთან მიმართებაში. ჩვენ მართალია ვთვლით, რომ მაინც არა ვართ ისეთი აქტიურები, როგორიც უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ არასამთავრობო სექტორმა, უნდა განვახორციელოთ სერიოზული მონიტორინგი ყველა იმ პროცესზე, რომელიც არის მოლაპარაკების სტადიაზე დღეს ევროკავშირთან და საუბარი არის მართლა იმპლემენტირებაზე და უпростоრად ჩართვაზე, ანუ ჰარმონიზებაზე ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობასთან, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ეტაპობრივი და ვერ იქნება ერთბაშად, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვთვლით, რომ არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს უფრო აქტიური. ჩვენ ვართ, მაგრამ უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ და ნამდვილი მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო სექტორი ბატონო თავის თავში ხედავს უფრო პრობლემას თუ რაღაც დაბრკოლებები არსებობს, რის გამოც თქვა სრულად და ისე როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, არ არის ჩართული და წარმოდგენილი ამ პროცესში. პრობლემები რეალურად არსებობს და პრობლემები უნდა დავინახოთ საკუთარ თავშიც და სხვაგანაც მეთუმეტეს ამ პრობლემების მოძიება არ გაგუჭირდება. ალბათ კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ქალბატონ ნინოს დავეთანხმები, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თუნდაც ინდივიდუალურად, მაგრამ თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც უნდა იყოს მეტი ღიაობა, მეტი გამჭვირვალეობა, მithumetes დღეს მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის,
გულისხმობ თუნდაც ტყის რეფორმას, სხვადასხვა მიმართულებებს და აი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსი, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაციაში, გამოიყენოს ის ექსპერტიზა, რაც არის სახელმწიფო სტრუქტურების გარეთ, რათა თავი დაიზღვიოს შეცდომისგან. იმდენად რამდენადაც აქ შეცდომის დაშვება საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი იქნება. რა თქმა უნდა, ვეთანხმები როგორც ხაბატონის ასევე ადვოკატის საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოებრივი სექტორის და გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნება სამთავრობო დონეზე, უნდა იყოს აუცილებლად თანხმობის პოლიტიკის მიხედვით მიღებული. იმდენად რამდენადაც საქართველოს მთავრობამ უკვე შარშან, თუნდაც შარშან გარკვეული მიმართულებებით, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიიღო რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, მათ შორის თქვა კონკურენციული პოლიტიკის შესახებ, სოციალურ-უნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი სტრატეგიის გაუმჯობესების შესახებ. ეს სტრატეგიები მნიშვნელოვანია და მათ აგრეთვე თან ახლავს ეროვნული სამოქმედო პროგრამებიც და ალბათ უპირანი იქნებოდა რომ აი გარემოს დაცვის კუთხით ანალოგიური სტრატეგიები და ანალოგიური პოლიტიკებიც შემუშავებული იქნებოდა რომ ყოფილიყო და ამ პროგრამის ეროვნული პროგრამის მიხედვით წარმართულიყო მუშაობა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამბობდა ვეთანხმები ჩემს კოლეგებს რომ უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი სექტორის. გასაგებია, ბატონ გიორგი, ითქვა რომ არ არის მაყოფილი ბოლომდე არასამთავრობო სექტორი ამ ჩართულობით. რასაკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იყოს და უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდეს გარემოს დაცვის საკითხებში? რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით იმ საკითხებზე, რაც ჩვენ მუშაობთ, არასდროს არც ერთი ინიციატივა არ არის, ასე ვთქვათ, ერთი ჯგუფის გადაწყვეტილი. თუ ნებისმიერი მიმართულებით ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, მოსაზრებების შეჯამება და მხოლოდ ამის შედეგად ვაფიქსირებთ იგივე პოზიციას. ეს სხვადასხვა გზით ხორციელდება, შეიძლება იყოს ჩვენთან სამინისტროში ორგანიზებული შეხვედრები, სადაც ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ღებულობენ ამ შეხვედრებში მონაწილეობას, ისევე როგორც ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც აღინიშნა და კიდევ საუბრისას ვახსენებთ, ხდება მათი საჯარო განხილვა სპეციალურად დაცული ვადების მიხედვით, რომელსაც ვათანხმებ წინასწარ და ვამბობ თუ რამდენი ხნით შეიძლება გაიხსნას თქვა სამოქმედო გეგმა გარემოს დაცვის. ყველას ვაძლევთ საშუალებას იმისას, რომ შეიტანოს თავისი წვლილი და კომენტარები იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ასევე ბუნებრივია, რომ ყველა კომენტარი, ყველა დოკუმენტში, ყველა მხრიდან ვერ იქნება გათვალისწინებული. თუმცა სამინისტრო ბოლო წლის განმავლობაში და ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ესე ვთქვათ ყურად იღებს ამ წუხილს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან, რომ მეტი უნდა იყოს ჩართულობა. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ყველანაირად ხელი შევუწყოთ როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე კერძო სექტორის ჩართულობას, იმიტომ რომ კიდევ არსებობს ამის მიღმა აკადემია, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტები, რომლების მოსაზრებებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თანამშრომლობთ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად ბევრ სხვადასხვა ჯგუფთან. გასაგებია, ბატონ გოგა, ერთიანი სტრატეგია თუ არსებობს გარემოს დაცვის, თუ აქვს საქართველოს ესეთი ერთიანი სტრატეგია? ქვეყანას ალბათ გულისხმობთ, ხო? იცით რა, მე მგონი, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემაც ხო ჩვენთვის არ არის, აქ ხა ხშირად ხვდებით ჩვენ ერთმანეთს, ეს ადამიანები, ვინც ახლა სტუდიაში ვართ და ხშირად ვჯეროთ და ვიცით ჩვენი ერთმანეთის პრობლემები, ასე ვთქვათ და რა არის გამოსავალი და ასე. მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობისთვის უნდა იყოს უფრო მეტად რაღაც გასაგებენაზე ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ერთიან სტრატეგიას, ჩვენ გვესმოდეს რომ აი ესეთი მოცემულობა გვაქვს. არსებობს ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვითი, არსებობს რეალობა ჩვენი ქვეყნის გარკვეული რეალობა და არსებობს ევროპული კანონმდებლობა, ევროდირექტივები და ანუ ის დოკუმენტები და ის რეგულაციები, რომელსაც გვინდა რომ, ასე ვთქვათ, შეუერთდეთ, გავხადოთ ჩვენთვის მისაღები, ჩვენი კანონმდებლობა გავხადოთ მათთვის მისაღები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არსებობს ერთიანი ხედვა განვითარების გეგმები თუ როგორ ხედავს სახელმწიფო ძალიან მალე დამტკიცდება იგივე გამნილი წლების გარემოს დაცვითი შეფასება, სადაც იქნება შეფასებული თუ რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა არის გასაკეთებელი პირველ რიგში და რა თქმა უნდა არსებობს მომავლის ხედვაც და მომავლის გეგმაც, მაგრამ ეს სამი მოცემულობა, რომელზეც მე საუბარი მქონდა, ანუ ის რომ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენი კანონი, ჩვენი ქვეყნის კანონი, რომელიც
არის შემთხვევები რომ არ მუშაობს უბრალოდ, იმიტომ რომ კანონი არის კარგი, არის დაუშვათ რაღაცა თეორიულად კარგად დაწერილი, მაგრამ რეალობა, ქვეყნის რეალობა არის აბსოლუტურად სხვა და ბუნებრივად ვერ მუშაობს ეს კანონი. ეს ერთი პრობლემა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის დასაახლოებელი და რაც უფრო კანონი გახდება რეალისტური და პირიქით, ზოგ შემთხვევაში პირიქით, რაც უფრო რეალობას ამოვიყვანთ კანონის დაცვის დონეზე იქნება კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს მთელი პროცესი, ეს შეთანხმების პროცესი კანონის და რეალობის უნდა მიმართოთ უკვე იმ ევროპული კანონმდებლობასთან მიმართებაში და აი იმ სამოზებლო პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში, რომ ეს ხოს მაქსიმალურად დახვეწილი და ცივილიზებული. რა თქმა უნდა, ევროპული რეგულაციები არის გაცილებით კაცრი და არის გაცილებით მომთხოვნი და არ უშვებს ბევრ ისეთ რამეს, რაც შეიძლება ან კანონით ჩვენთან, ან შეიძლება კანონით არა, მაგრამ რეალობაში ხდება. და საკმაოდ რთულია თან იმ ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, რომელსაც ძალიან დიდი მუხრუჭის გამო ბევრი წლების განმავლობაში გაჩერებული ქონდა განვითარება და პირიქით რაც იყო ისიც რაღაც ფუჭდებოდა და ახლა იწყებს რაღაც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაღაც ქარხნის აშენებას, მშენებლობებს, რაღაცა გაზსადენებს, ელექტროსადენებს, კაშხლებს და ასე შემდეგ. ასეთ ქვეყანაში, ამ ტიპის ქვეყანაში და ეს კარგია რა თქმა უნდა რომ ვითარდებით. და მეორე მხარეა ის რომ რაც შეიძლება სუბთა ეკონომიკა უნდა განავითაროთ და მინიმალური ზიანი უნდა მიადგეს გარემოს. სასურველია რა თქმა უნდა. თუმცა ნებისმიერმა ქვეყანამ, ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, ვინც დღეს მოგწონს, ვისი გარემოსდაცვის კანონმდებლობაც მოგწონს, რომელი ქვეყანაც როგორც ქვეყანა ასე მოგწონს უბრალოდ. ყველამ გაიარა ეს ეტაპი. ყველამ გაიარა ეს ეტაპი და ჩვენც ახლა ამ ეტაპზე. ეს არ არის ყველაზე სასურველი ეტაპი გარემოს დაცვისთვის ნებისმიერ. ბატონო, ჩვენ როდესაც გადაცემებს ვამზადებთ ევროპულ არჩევანში, ძირითადად არის ხოლმე სფეროების მიხედვით მივყვებით და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობის ჭრილში განვიხილავთ და ბევრ სფეროში სწორედ აი ამ რეგულაციებთან დაკავშირებით იქნება პრობლემა. ბატონ ბორის, ვაჭრობის თემასთან დაკავშირებით გვესმოდა ეს რეგულაციები და არ არის ადვილი პროცესი ეს ჰარმონიზაცია, რა პრობლემებია, ვთქვათ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მხრივ, რეგულაციების მხრივ გარემოს დაცვის სფეროში. ვთქვათ ასე, რატომ ვერ ხდება ეს ჰარმონიზაცია საქართველოს კანონმდებლობასა და ევროკავშირის რეგულაციებს შორის? First of all, harmonization is a complex and long-term process. Harmonization არის რთული და გრძელვადიანი პროცესი. As I said, you need political will. გასაჭიროებად პოლიტიკური ნება, მეორე სფეროს საჭიროა კანონმდებლობა და ხშირად ყველაზე რთული არის მართლაც რეალობაში განხორციელება კანონმდებლობის. მართლაც ძალიან ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების როლი, რომ მან განახორციელოს მონიტორინგი სხვადასხვა. I would like to say also that სურს ასევე ვახსენო ის ფაქტი, რომ is an issue which should every citizen is დაცვა არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება ნებისმიერ მოქალაქეს. ეს არ არის რაღაცა, რაც ეხება ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტს ან არასოციალურ ორგანიზაციას. ეს არის ყოველი რიგითი მოქალაქის როლი. I'm very surprised to see როგორც ადამიანი, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, რაღაც 6 თვე აქვს საქართველოში, მართლაც ძალიან გაოცებული ვარ, რამდენი ცელოფანის პარკი არის საქართველოში, მაგალითად, რამდენი პლასტიკური from the environmental point of view, the disaster. Many EU countries ეს მართლაც გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს არის კატასტროფა. ევროპაში დასი რამისთვის ადამიანმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, ასეთ რამეს საქართველოში აწყვეტი ყოველდღიურად. მართლაც შეიძლება საჭირო იყოს კანონმდებლობა, მაგრამ მეორე მხრივ საჭირო ამ კანონმდებლობის რეალობაში დანერგვა. და მესმის თუ არის გარკვეული სირთულეები ამ მიმართულებით, არის რა თქმა უნდა დღის წესრიგი, პრიორიტეტები დღის წესრიგში როგორ უნდა მოხდეს თანდათანობით დაახლოება, არის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე რომ გასაგებად მაგალითად წყლის დაცვა, გამომდინარე რომ არის მდინარეები, არის ზღვა. Issue is the implementation of this. მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი არის ამ კანონმდებლობის განხორციელება. Of course, you have short-term economic issues that არის მოკლევადიანი ეკონომიკური საჭიროებები, როცა არის აუცილებლობა რომ იყოს წარმოების განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, როცა ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე ის უკვე გრძელვადიანი აუცილებლობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, იგივე თქვათ, საწყლო მეურნეობის დაცვასთან, იგივე ფერის გასხვისებისთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან, როცა ბატონინო, რამდენჯერმე ვახსენეთ კანონმდებლობა და ამის გარშემო მოგვიწევს ბუნებრივია საუბარი.
არის აი ცელოფანის პარკებზე ბატონმა ბორისმა გაამახვილა ყურადღება. რა წერია ისეთი ჩვენს კანონმდებლობაში, რომ თქვათ ამ ცელოფნების პარკების პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. ეს მაინც კანონმდებლობის ბრალია? მიკროფონში თუ შეიძლება. ჩვენს კანონმდებლობაში ცელოფნის პარკის განსაკუთრებული რეგულაცია საერთოდ არ წერია, მაგრამ მე მინდა მოგახსენოთ ცოტა უფრო ფართოდ ეს კანონმდებლობა, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ნაბიჯ-ნაბიჯ განიცდის, რა თქმა უნდა, ჰარმონიზაციის პროცესს. ბატონმა ბორისმა ახსენა ასევე ნარჩენების შესახებ ორმხრივი პროექტი, თვინინგის პროექტი, მან თქვა, სწორედ ამ თვინინგის პროექტის მიზანია ერთ-ერთი, რომ დაახლოვდეს საქართველოს ნარჩენების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სწორედ იმ დირექტივებთან, რომლების განხორციელების შედეგად ევროკავშირმა შეძლო ასეთი ფრაქციის სახიფათო ნარჩენების, როგორც არის მაგალითად ცელოფანი, აეკრძალა თავიანთ ქვეყნებში და დაერეგულირებინა უფრო სწორედ. სწორედ ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა და სწორედ მიმდინარეობს მუშაობა მაგ პროექტთან დაკავშირებით. გასაგებია ამ ჰარმონიზაციას, მოდი ვთქვათ, ბატონმა მინისტრმაც ახსენა რეგულაციები, მკაცრი რეგულაციები. რა შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი გვითხრათ, ვთქვათ, რატომ არის მაინც და მაინც ასეთი მკაცრი ევროკავშირის რეგულაციები ჩვენთვის? გეტყვით ოდნავ ზოგადად და მერე კონკრეტულად. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს თანამშრომლობა სწორედ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან. იქიდან მინდა გითხრათ ერთი მაგალითი, ამაზე უფრო ვრცლად ალბათ მინისტრი და მინისტრის მოადგილე ისაუბრებენ. იმ თავებიდან, რომელიც უფრო გავლილია, მაგალითს გეტყვით ძალიან მარტივს. საქართველოს კანონმდებლობაში ჰაერის გაფრქვევები შეიძლება უფრო იყოს ლმობიერი, დაშვებული კონცენტრაცია, რომელიც გაიფრქვევა ურბანულ ადგილას, ვიდრე არის ევროკავშირის კანონმდებლობაში. ჩვენ უფრო რო გავამკაცროთ დღეს ეს კანონმდებლობა, განხორციელების და ცხოვრებაში გატარების პრობლემა დადგება. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ურბანულ ადგილას დღეს საქართველოს ძალიან ბევრ თუ არა ყოველ შემთხვევაში თბილისში ჰაერის ხარისხის კონცენტრაცია არ აკმაყოფილებს ნორმას. პირდაპირ რო ვთქვათ ესე ავტოტრანსპორტის გაფრქვევიდან გამომდინარე. კიდევ უფრო თუ გამომკაცრეთ ეს ნორმა, უკვე მნიშვნელობას კარგავს თუ ახსრულების მექანიზმი პარალელურად არ გვექნება უზრუნველყოფილი, სწორედ ამაში მდგომარეობს ევროკავშირის დახმარება საქართველოსთან, სწორედ ამაზე მუშაობს ის ჰაერის პროექტი, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და ნელ-ნელა ეტაპობრივად როგორ უნდა გადახვიდე, რა ახსრულების მექანიზმები უნდა შექმნა, რა მონიტორინგის მექანიზმები უნდა შექმნა, სწორედ ამ კანონის თქვენც მინდა გითხოთ, აი როგორ შეიძლება ეს ნელ-ნელა გადავიდეს თქვა ქვეყანა და მოხდეს ჰარმონიზება ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან. დიახ, როგორც ხალხმდნინო ახსენა, ჩვენ ახლა მუშაობთ ასოცირებულ ხელშეკრულებაზე, სადაც ფაქტიურად ჩამოწერილია ის დირექტივები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ უნდა, ესე ვთქვათ, ჰარმონიზაცია განვახორციელოთ ამ დირექტივებთან ჩვენი კანონმდებლობის და ამ წლების განმავლობაში, ესე ვთქვათ, მექანიზმები შევქმნათ ამის შესრულების. რადგან მაგალითზე იყო ლაპარაკი, აი მე კიდევ ერთი ძალიან ისეთი მაგალითი მინდა გითხრათ, მაგალითად ყველას გვესმის ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვჭირდება ევროპის სტანდარტის ნაგავს აყრელები. ეს სერიოზული პრობლემა იცით და დღესდღეობით შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობს 1-2 ნაგავს აყრელი, რომელიც ვთქვათ აშენებულია და ფუნქციონირებს ყველა იმ სტანდარტებით, რომელიც არის ევროკავშირში. მაგრამ ამ ნაგავს აყრელების აშენება სჭირდება მილიონები. ანუ ჩვენი ქვეყანა ეხლა იწყებს ეტაპობრივად ასეთი, ესე ვთქვათ, რაც ინგლისურად ლაპარაკობთ best practices, ამის დანერგვას. და ამას სჭირდება დრო, ამას ფაქტიურად პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს, რომ ქვეყანა ვთქვათ, აი ამ კუთხით უნდა მოწესრიგდეს, გვაქვს გეგმები, ჩვენი სამინისტრო, რეგიონალური განვითარების სამინისტრო მუშაობთ ერთად და ვიცით, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემა გადაწყდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დაკავშირებული სერიოზულ ინვესტიციებზე, სერიოზულ თანხებზე და რასაკვირველია, მოითხოვს დროს. რაც შეეხება ასოცირებულ ხელშეკრულებას, იქ ჩადებულია ყველა ძირითადი დარგი, ანუ წყალი, ჰაერი, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასე შემდეგ, კლიმატის ცვლილება. და აი ამ ყველა დირექტივებზე იქნება გაწერილი დრო, რა დროში საქართველოს შეძლებს ამ დირექტივებთან თავის რეგულაციებს, კანონმდებლობას, მიახლოებას და შესრულებას. გასაგებია არასამთავრობო სექტორსაც მინდა ვკითხო, კაბადონი. ნარჩენების თემას ვიტყოდი,
ამ შემთხვევაში მე ერთ რამეს ვერ დავეთანხმები, შეიძლება დავეთანხმო, შეიძლება არა, რომ რა თქმა უნდა ეტაპობრივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთბაშად ვერ გავაკეთებ. შესაბამისად ეს ითხოვს როგორც ფულაც, ასევე ინტელექტუალურ რესურსს, ანუ ხალხის მომზადებას შესაბამისად. მაგრამ რაც ეხება ნარჩენების მართვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ახლა მე კი მესმის, რომ ჩვენ შეიძლება გავდიოდეთ იმ ეტაპს, რა ეტაპიც უკვე ბევრ ქვეყანას ჰქონდა, მაგრამ ჩვენ თუ გავიმეორეთ ის შეცდომები, რაც ჰქონდა დღეს ევროპას, ვთქვათ იმ პერიოდში, როცა ძალიან ბევრი ნაგავსაღრელი იყო და მე ხდებოდა ეს, ეხლა მიდის ძალიან დიდი თანხების ხარჯვა იმაზე, რომ მოხდეს შემჭიდროება და ამ ტერიტორიების დასუფთავება, იქნებ ჯობია და ეს სტრატეგია არის პრინციპში დადებული გარემოს მოქმედებათა გეგმაში, რომელიც არის შემუშავებული და რომელმაც ვერ ვნახეთ დამტკიცებული და ძალიან გვინდა რომ დავამტკიცოთ. ძალიან გვინდა და მართლა არის ეს შეკითხვა გარემოსდაცვის სამინისტროდან როდემდე რატო არ მტკიცდება მეორე მოქმედებათა გეგმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ანუ რას ვამბობდი, ნარჩენებთან მიმართებაში ჯობია იყოს კონცენტრირებული რამდენიმე და არა იმდენი, რამდენიც შეიძლება დღეს არსებობდეს ზოგადად მიმობნეული. მაგრამ თვითონ მოქმედებათა გეგმა, რომელიც ამას გულისხმობს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს აუცილებლად უნდა იყოს მიღებული სახელმწიფოს მიერ და მესმის რატომაც არ არის მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ამ ბოლო გატარებული რეფორმის შედეგად მოხდა არა კონცენტრირება, ესე ვთქვათ, ერთ მიმართულებით გარემოს დაცვის, არამედ ამის დაგსაქსვა ძალიან ბევრ ინსტიტუციებში და დღეს როცა ვსაუბრობ ტყეზე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკვე სხვა სამინისტროსთან, რომელიც არის ძალიან ანუ ამ შემთხვევაში ძალიან უარყოფითი გავლენა იმოქმედა. ამ შემთხვევაში სუფთად გარემოს დაცვასთან, მაგალითად ტყესთან მიმართებაში ნამდვილად იქონია სერიოზული ცუდი გავლენა. ვერანაირად ვერ დავეთანხმები ვერავის, თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს იყო უკეთესი ვარიანტი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შედეგი, რასაც ჩვენ უყურებთ, თუნდაც იმ განხილვაში არსებულ კანონპროექტის, რომელსაც დღეს ვიხილავთ, ის არ არის გარემოს დაცვა. ამ საკითხს, ვთქვათ, დაგსაქსვა, რასაც უწოდეთ თქვენ, ამაზე ცალკე მინდა ვისაუბრო, მანამდე რეგულაციებზე კვლავ განვაგრძოთ საუბარი, თქვენი აზრით არის თუ არა ნამდვილად იმდენად მკაცრი ეს რეგულაციები, რომ საქართველოს დღეს მოცემულ სიტუაციაში არ შეუძლია ამის შესრულება. მე ამგონია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჰარმონიზაცია, გათვალისწინებულია ისიც, რომ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ ამას და ეს თანათონობით უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შესაბამისად არ გვაქვს თავზე მოხვეული ესეთი მძიმე რეგულაციები, რაც ჩვენ ისე აწევათ ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ აქ აღინიშნა პოლიტიკური ნება, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. უკვე მესამედ ვახსენეთ ეს სიტყვა, თქვენი აზრით არ არსებობს ეს პოლიტიკური ნება. აი მაშინ მე მომიწევს ძალიან მცირე ანალიზის გაკეთება. ბევრ დროს თუ არ წარგვართოთ, თვითონ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მაგრამ აი ეს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ერთმანეთთან შესაბამისობა. და აქ ასევე ვახსენეთ გარემოს დაცვითი მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო დოკუმენტი. ეს დოკუმენტი სხვათა შორის ფიგურირებს საქართველოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ყველა სამოქმედო გეგმაში დაწყებული 2005 წლიდან დამთავრებული 2011 წლით და ასევე ანგარიშებში. და ასევე მინიშნებულია, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის მდგრადი განვითარების ეროვნულ სტრატეგიას. ანუ საქმე გვაქვს ძალიან წონიან დოკუმენტთან და რა კი ჩვენ ევროკავშირს ამ დოკუმენტით ვესაუბრებით პირველი და რა კი ეს ეროვნული სტრატეგიის საფუძველია ამ მდგრადი განვითარებისთვის, ასევე არის ძალიან ადეკვატურად შედგენილი დოკუმენტი, სადაც არის საკმაოდ სწორი დასკვნები, სწორი ანალიზები და გეგმები და ღონისძიებები დასახული. ეს არის სამოქმედო პროგრამა, როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანა. ეს არ არის მარტო ერთი სამინისტრო სამოქმედო დოკუმენტი, ეს არის მთავრობის შეთანხმებული ხედვა, რადგან მომზადების პროცესში დოკუმენტი გადაეგზავნა ყველა სამინისტროს და ის ჩასწორდა ყველა სამინისტროს კომენტარები და გამოქვეყნდა სწორედ აი ესეთი საბოლოო სახის დოკუმენტი, რომელიც როგორც პროექტი. ეს გამოქვეყნდა ნოემბერში. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს 11 პრიორიტეტულ სექტორს, მათ შორის ავიღოთ ტყეები. კერძოდ 2011-2013 წლებში ამ დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილი იყო სატყეო პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტების მომზადება, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და ამის შემდეგ უკვე ტყის ახალი კოდექსის მიღება. პარალელურად უნდა განხორციელებულიყო მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზის შემუშავება. კიდევ სხვა საკითხები იგივე
ვთქვათ, დაცული ტერიტორიების შექმნისთვის, პრიორიტეტული ზონების გამოყოფა, იგივე ტყის მონიტორინგის სისტემის შემუშავება და მისი ტესტირება და ასე შემდეგ. ეს უნდა მომხდარიყო 2011-2013 წლებში. ამაზე ქონდა ინფორმაცია საზოგადოებას, ამაზე ქონდა ინფორმაცია ევროკავშირს და ისე ვიკითხეთ საკითხი რომ ვთქვათ გადაეცა სხვა სამინისტროს რაღაც. გასაგებია რომ გადაეცა, მაგრამ ეხლა უკვე ჩვენთვისაც საზოგადოებისთვისაც და ბუნებრივია ევროკავშირისთვისაც ცოტა უცნაურად გამითარდა მოვლენები. ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ დღეს 2011 წელს უკვე დაიწყო ტყის კოდექსის მიღება, ისე რომ ტყის კანონის გაურკვეველია რა დაერქმევა, ისე რომ არ გვაქვს სატყეო პოლიტიკა, არ გვაქვს სატყეო სტრატეგია, არ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, ანუ 20-მდე არარსებული კანონქვემდებარე აქტია მითითებული და პარლამენტარმა როგორ უნდა იმსჯელოს ამ კანონ პროექტზე, საკურველია თუ კი არ ექნება წარმოდგენა საერთოდ ამ კანონქვემდებარე აქტების შინაარსზე. ანუ საბოლოო ჯამში თუ კი ხელისუფლება არ ეყრდნობა ამ სამოქმედო გეგმას და თუ კი ამ ინფორმაციას წლების განმავლობაში თავაზობდა საზოგადოებასაც და ევროკავშირსაც, მაშინ ვალდებულია რომ მიყვეს კიდეც ამ სამოქმედო გეგმას. გასაგებია ბატონო, გარკვეულ წინაპირობებს ევროკავშირი აყენებს. გასაგებია რომ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მაგრამ ეტაპობრივად მაინც თუ ხდება ამ წინაპირობების შესრულება, თქვენ რა შთაბეჭდილება გჭირთ? ნუ ახლა რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია მთავრობისთვის, მისი ცალკეული სამინისტროების აი ეს საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ცხოვრებაში გატარება, იმიტომ რომ მოდით ვიყოთ გულახდილები და ყველამ თქვათ, არათუ ევროპულ ნორმატივებს, დღეს მოქმედ ნორმატივებსაც სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს ის გარემოს ობიექტები, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებული არის მოსახლეობის საარსებო გარემოსთან, ანუ საცხოვრებელ გარემოსთან. მხედველობაში მაქვს როგორც აერი, ასევე წყალი, ასევე ნიადაგი, ასევე არჩევნების მართვა თუ ტყის რესურსი იქნება. ამ მხრივ მე მხედველობაში მაქვს ის, რომ აი ჰიგიენური ნორმატივები, რომელიც დღეს მოქმედებს, სამწუხაროდ ისე არის მოძველებული, რომ აი თითქმის 10-15 წლის უკან არის ისინი მიღებული და ისინი არის უბრალოდ გადმოთარგმნილი რუსული ანალოგიური დოკუმენტებიდან და დღესაც მოქმედებაშია და სამწუხაროდ აი ამ ჰიგიენურ ნორმატივებსაც კი ვერ აკმაყოფილებს დღეს გარემოს ობიექტები და რა თქმა უნდა თუ კი ევროკავშირის ნორმატივებზე და ევროკავშირის დირექტივებზე გადავალთ, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება დასაკმაყოფილებელი. მაგრამ ეს ეტაპობრივობა გასაგებია, მაგრამ აი მშვენიერი დოკუმენტი ახსენეს ახლა, როგორც არის ნეაპი, გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. ანალოგიური გეგმები იყო, პირველი გეგმა ანალოგიური იყო, ასევე გარემოს ჰიგიენის ეროვნული სამოქმედო პროგრამაც იყო, რომელიც იმ დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო, სამწუხაროდ ის ვერ განხორციელდა და დარჩა ჰაერში და იქნებ გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა ეს ნეაპი ორი განხორციელდეს სრულყოფილად და ეს დამკიცდეს რა თქმა უნდა. რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, ბატონო, საკმაოდ ბევრ საკითხს შეეხნენ, ალბათ გსურთ პასუხის გაცემა, ალბათ რეკლამის შემდეგ, როცა დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე, ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა და მე რეკლამის შემდეგ კვლავ პირველ შეკითხვას ბატონ გოგა ხაჩიძეს დაუსვამ, უბრალოდ იმ პრეტენზიებზე პასუხის გაცემის საშუალებას. პრეტენზიებს უფრო არ დავარქმევდი რაღაცა. ხალხო ეს ჩვეულებრივი განხილვამდის აზრთა გაცვლა გამოხდა. არა, ითქვა რომ არა თუ ევროკავშირის მოთხოვნებს. გასაგებია კი, მაგაზე არსებულ კანონმდებლობასაც კი სრულყოფილად. მაგით დავიწყე ზუსტად. საუბარი არსებობს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი რეალობა და მე უნდა ვისაუბროთ დავუშვათ ევროპულ კანონმდებლობაზე, რომლისკენაც გვინდა წასვლა. ნიაპით დავიწყებ გარემოს დაცვის ეროვნული გეგმით, რომელიც კი საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი, თუმცა არ არის მარტივი, სამინისტროებთან თითოეულთან მიდის შეთანხმება. მოგიხსენებათ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ერთ სამინისტროში მიღებული თან ეროვნული პრაქტიკულად მასშტაბის დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის სამოქმედო გეგმა იქნება გარკვეული თვალსაზრისით გარემოს დაცვის კუთხით. ასე ვთქვათ, არ აინტერესებდეს სხვა სამინისტროებს, იმიტომ რომ მათ რეალურად შეხედეს იმას, რომ ვიღაცის შეიძლება გარემოს დაცვის ეროვნული გეგმა როგორ შეიძლება შეეხოს დაუშვათ ჯანდაცვის სამინისტროს, ნუ ცუდი მაგალითია შეიძლება სოფლის მეურნეობას, ყველა სამინისტროს გარკვეულწილად ეხება. ამიტომ რაღაცნაირად მოხდა ხდება უფრო დეტალური შესწავლა ამის. ეხლა ერთ-ერთ სამინისტროში არის შეიძლება ითქვას საბოლოო ეტაპზე შეთანხმების პროცესი და ჩვენ ვარაუდობთ, რომ დეკემბრის დასაწყისში მთავრობაზე შევა ისევ ეს დოკუმენტი დასამტკიცებად. აქ იყო საუბარი
იმაზე რომ აი თქვენი ის რო გავაგზავნოთ რომ ჩვენ კანონმდებლობის გატარებაც კი ძალიან ძნელია ხშირად და რა სირთულეებზეა საუბარი. აი ჰაერზე იყო მაგალითად საუბარი ერთ მე მინდა განმარტო რომ რამოდენიმე სადგური მათგან ორი მობილური და ორი სტაციონარული ახდენს ხოლმე ჰაერის შემოწმებას და ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაცა ბაკურიანის ფიჭვნარის დონის ჰაერი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას რომ აქ რაღაცა ტრაგიკული სიტუაცია გვაქვს და რაღაც ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. თუმცა გვინდა უკეთესი. მაშინ უნდა ვთქვათ რომ იცით რა ხვალე ეგრეთ წოდებული არ ვიცი მე შეიძლება ტერმინი მეშრება კატალიზატორების გარეშე არც ერთი მანქანა გარეთ აღარ გამოვიდეს. ეს ნიშნავს რომ დაახლოებით 80% ავტომობილებისა რაც დადის უნდა გაჩერდეს და აღარ უნდა გამოვიდეს. ამიტომ ამბობ რომ არის ძნელი ყველას გვინდა. მე ხშირად ვესმის რომ ჰაერი რატო არ არის რაღაცა გვინდა უკეთის ჰაერი. ამას ჭირდება ძალიან რთული პროცესია ეს. შევთანხმდეთ საზოგადოება და კი ბატონო, მაგრამ იმის გარეშე რომ ასე ზოგადად ხوار გავიხოთ და ხوار ვიტყვით რომ კი თანახმავთ. ამიტომ არის ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობით რომ ნაბიჯ-ნელა მოხდეს ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, ჩანაცვლება და უკეთესი ტექნოლოგიების შექმნა. რაც შეეხება აქ ტყეზე იყო საუბარი და დაცალკევებას ზოგადად გარემოს სამინისტროს გარკვეული იგივე ტყე მაგალითად დღეს არის ენერგეტიკის სამინისტროს ასე ვთქვათ მართვაში. მეც ვესწრებოდი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვნახე თითქმის იქ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ბოლო პერიოდშიც გამართა განხილვა. რამდენიც მე ვნახე და რამდენიც მე მაქვს ინფორმაცია, ისინი მუშაობენ ევროპელ ექსპერტებთან, კერძოდ ავსტრიული გარკვეულწილად ავსტრიული მოდელი აქვს არჩეული, მსჯელობენ ამაზე მიდის დისკუსიები, არსებობს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს გარკვეული პასუხებიც მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა რაღაცა მათ ფუნქციებში ზედმეტად გადავიჭრე და რაღაცა მათი პოზიციებიდან ვისაუბრო, თუმცა აქვთ გარკვეული თანმიმდევრული სტრატეგია და მე ერთი რამის მოწინააღმდეგე ვარ, იცით რომ სულ განცდა მაქვს და ეხლა გარემოზე რამდენი ადამიანი ფიქრობს ახლა საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს ახლა მართლა აი აქ ამ სტუდიაში მზადდება კიდევ რაღაცა დაახლოებით ძალიან ცოტა ადამიანი NGO სექტორში, სამინისტროში, ზოგადად ისე ბუნებით, რომლებიც მართლა რაღაცას ფიქრობს და აკეთებს. ეხლა მე არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძალიან ადვილია გარემოს დაცვისადმი ისეთი ფარისეულური დამოკიდებულება, რაღაც აი სადღეგრძელოს დონეზე ბჭყალებში. რომ აი ეს ჩემი ტყე, ერთი ხელით ჩეხავ, მეორე ხელით ჩემი ტყე, რაღაცა ასეთი რაღაც დამოკიდებულება და იცით რა, არსებობს რა თქმა უნდა პრობლემები, იქნება შეცდომებიც, მაგრამ იგივე ახლა ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან ცდილობს რომ ეს ყველაფერი რაღაცა ლეგალურ სივრცეში მოაქციოს. ეხლა ვამბობდით რომ არ შეიძლება მოჭრა ტყეს კარებს ვერ აკიდებ და ვერ შეაბავ ტყეს კარებს. შედიოდნენ და არის რესურსი ტყეს ჩვენს ქვეყანაში, საჭირო რესურსი, ადამიანები ამით თბებიან. ადამიანები ამით რაღაცას აკეთებენ, ამზადებენ. გასაგები ახლა ქვეყნის გარეთ მოდ გულახდილები ვიყოთ. ახლა ეს აღარ არის პერიოდი, როცა მორობით გადიოდა ქვეყნის გარეთ. ფაქტია რომ შიდა საჭიროებებისთვის ტყის მოჭრა ხდება ლეგალურად, არალეგალურად და ასე შემდეგ. მე რამდენადაც უყურებ და ვატყობ ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს რომ ეს ყველაფერი მოაქციოს ლეგალურ ფარგლებში, ისე რომ ადვილიც იყოს, მაგრამ კანონიერება იყოს ადვილი, მაგრამ უკანონობა იყოს ძალიან დასჭება. ეს არის პრინციპი ალბათ. ბატონ ბორის, მე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ, რომელიც ეხება, არ ვიცი რა დავარქვა, სტრუქტურული ცვლილებები, თქვათ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები გადაეცა ნაწილობრივ სხვა სამინისტროებს, ხო? ამან ევროკავშირის წარმომადგენლობას თვითონ ევროკავშირს გაუადვილა უფრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, უფრო გაურთულა თუ ზოგადად რა შეფასებას მისცემდით, ასე ვთქვათ, ასეთ დანაწევრებას ფუნქციებს? Of course, it's more difficult for us, but I think the primary interest is the interest of the citizens of Georgia. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ძნელი გახდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, მათი ჯანმრთელობის ინტერესი. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რამდენად გამოვიყენებთ, რამდენად გადმოვიტანთ ევროპულ კანონებს მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს ჰარმონიზაცია. მთავარია, რომ ეს კანონები მოერგოს საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს.
Of course, it's თქმა for us უნდა, it's more difficult. ჩვენთვის უფრო ძნელია. We started the discussion on the forest. ჩვენ დავიწყეთ საუბარი ტყეზე. The forests are now considered as იმედ გაცვლებული გახდით, რომ ტყე გახდა რესურსი ენერგეტიკის სამინისტროს, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის ქვეშ და არა რაღაც რაც ეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ცვლილებას ახალ სატყეო კანონმდებლობაზე ან კოდექსზე იქნება ეს რაც შეეხება ზედამხედველობას, მენეჯმენტს, ტყეების და რა თქმა უნდა ჩვენ გვიჩვენია რომ ყავდეს ერთი ასე ვთქვათ პარტნიორი, ერთი მოსაუბრე, როგორც იქ არის მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტრო, ეხლა ჩვენ გვიწევს რა თქმა უნდა რამდენიმე სხვადასხვა ინსტიტუტთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა ეს უფრო რთულია. Again, I mean there is no model that მაგრამ კიდევ ერთხელ მე გავუმეორებდი, ჩვენ არ აქვს რაიმე ერთი მოდელი რომლის დანერ გვაქვს ეს არის რა თქმა უნდა იმაზე თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს მოდელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი არის სხვადასხვანაირი მიდგომა, სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა ტიპის სტრუქტურები. What is important as a ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ იყოს კოორდინაცია ამ სხვადასხვა ერთეულებს შორის, რომ იყოს საკონტაქტო პირები, მხარეები, ვისთანაც ჩვენ შეგვიძლია საუბარი with many different სასურველია ერთ სამინისტროსთან და არა რამდენიმე ინსტიტუტთან. მე უბრალოდ ერთ რამეს დავუმატებდი, ჩემთვის მაგალითად ეს მართალია არ არის მთავრობის ინიციატივა, ეს იყო საპარლამენტო ინიციატივა, სამწუხაროა რომ ამ გადაცემაში პარლამენტი არ გვესწრება, მაგრამ ჩვენ ყავდათ დაპატეჟებული, მაგრამ რატომ მოახერხეს? ნორმა რომელიც იყო ახლა მეორე მოსმენით უკვე მიღებული, ჩემთვის არის აბსოლუტურად როგორც გარემოს დამცველისთვის მიუღებელი, რომ თურმე წითელი ნუსხა უნდა რეგულირდებოდეს და სანადიროდ შეიძლება იყოს იქიდან ამოღებული, ესე ვთქვათ, ცხოველები. ეს ზოგადად ეს არ არის მთავრობის ინიციატივა, ეს არის ზუსტად საპარლამენტო ინიციატივა, რაც ნიშნავს ზოგადად ბიომრავალფეროვნების დაცვასთან მიმართებაში სერიოზულ პრობლემებს. ამაზე ჩვენ ვაპირებთ არასამთავრობო სექტორი და ვამზადებთ კიდევაც განცხადებას უშუალოდ პარლამენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მართლა გაუგებარი რაღაცა მოხდა. ნუ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჯერ კანონი არ არის ძალაში შესული და ნახოთ რა რეაგირება ექნება პრეზიდენტს ამასთან მიმართებაში. მაგრამ ზოგადად ჩვენ ვთვლით, რომ ის ტენდენცია, რომელიც ახლა შეიმჩნევა, ზოგადად გარემოს დაცვა არის მაკოორდინირებელი ნორმა. შესაბამისად თვითონ გარემოს დაცვა თავის დროზედაც და ეხლაც პრობლემატურია, იმიტომ რომ ჩვენი გაგებით სანგიგიანური ზოგიერთი საკითხები, რომელიც ევროპაში ითვლება გარემოს დაცვით პრობლემად, ყოველთვის იყო ჯანდაცვის პრეროგატივა, მაგრამ დღესდღეობით ეს საერთოდ ჰაერში დაეკიდა, იმიტომ რომ წყლის ხარისხს მაგალითად ამოწმებს სისუფთავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ისევე უნება რომ არა ვართ მზად ამისთვის, რომ წყლის ესე ვთქვათ ხარისხი შევამოწმოთ. ანუ გარკვეული პრობლემებია ამასთან მიმართებაში, ანუ ჩვენ გვიწევს სხვადასხვა უწყებებში სიარული და გარკვევა ვინ არის ამაზე, ან ვინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი. ძალიან სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ვიცით რომ დღეს დაიწყო წერილიც გავაგზავნეთ სამინისტროში, დაიწყო მშენებლობა ჰიდროელექტროსადგურის, რომელსაც ნებართვაჯერ არ აქვს მიღებული და იქ მშენებლობა დაიწყო. ანუ ეს ის პრობლემაა, რომელიც იწვევს ასე ვთქვათ დაგსაქსვას და სერიოზულ პრობლემას ქმნის თვითონ არასამთავრობო სექტორის მობილიზებისთვისაც კი, იმიტომ რომ მართლა აღარ ყოფნით ამდენ უწყებას ერთბაშად, რომ ყველა მიმართულებით გასაგები ბატონო. ანუ პრობლემა არის და ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ჰარმონიზება, რა თქმა უნდა. შეგიქმნათ თუ არა პრობლემა ვთქვათ ამ სტრუქტურულმა ცვლილებამ თუ ახერხებთ კოორდინირებულ მუშაობას? რო ვთქვათ, ამან გაადვილა საქმე და სამუშაო, ეს ზუსტად ის არ არის, რაც მოხდა სინამდვილეში, მაგრამ როგორც სამინისტროსთვის ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემა ამას არ შეუქმნია. კი, ცოტა უფრო მეტია კოორდინაცია, ეხა საჭირო, ვიდრე ვთქვათ, აქამდე იყო საჭირო, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად განსხვავებული მოსაზრებები, აი წინა პასუხიც ამას ეხებოდა, ბევრ სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობთ ჩვენ. ეს კიდევაც გვეხმარება იმაში, რომ თუ რამეა გასაზიარებელი და რამე არის შესაქმნელი, ხო, სანამ საბოლოო პროდუქტი დაიდება. მანამდე ჩვენ ვესაუბრებთ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა სამინისტროში, რომელსაც იმ კონკრეტულ შეკითხვის მიღმა შეიძლება გქონდეს თავისი ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და რასაც გვიზიარებენ. ის ძირითადი მიმართულება, თქო, პროცესი, რაზეც ვსაუბრობთ აქ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იქ არ არის ერთი კონკრეტული სამინისტრო პასუხისმგებელი გარემოს დაცვის თავზე. აქ ითქვა წყლის თემა და წყლის თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა ქალბატონინო ნამდვილად ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ანალიზების გაკეთება. და ასევე გარდა ამ ჩვენი ორი დაახლოებით 5 თუ 6 სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებს წყლის მართვასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, როდესაც წყლის თემებს გავდივართ, ჩართულები არიან ბევრად უფრო მეტი ჯგუფის წარმომადგენლები, ვიდრე ერთი სამინისტრო იქნებოდა აქამდე. რაც ცხადია, რომ უფრო მომცველობით ანუ უფრო დიდ და ფართო სურათს დებს, ვიდრე იქნებოდა ეს ერთი კონკრეტული სამინისტროს ორი თანამშრომლის ხედვა. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება სწორედ ამ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას და აქ კოორდინაციას, რამდენადაც შეიძლება ლოჯისტიკურად ერთი მხრივ ეს არ იყოს ძალიან მოქნილი და ძალიან სწრაფი, მეორე მხრივ იმდენად ეს არის ასევე სასარგებლო. გასაგებია ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია. მე არ მინდა ისე დავამთავროთ გადაცემა, რომ არ შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, ეს არის საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა ამ ყველაფერში. ბატონ გოგა, შეეხო ამ საკითხს გარკვეულწილად, მაგრამ დასასრულისკენ რაღაც რეზიუმეს სახე რომ მივცეთ ჩვენ საუბარს, მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. ანუ ჩვენ კი არ დავაყენოთ თქვა ჩვენი თავი განცალკევებულად, ჩვენ ყველანი რამდენად ვართ მზად იმისთვის, რომ ვიყოთ ჩართული გარემოს დაცვაში. მე მგონი კარგი კითხვაა ყველასთვის, მათ შორის პირველ რიგში მაყურებლისთვისაც, ყველას ერთად. მე ჩემი შეხედულება მაქვს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიზრდებით, ამას ნამდვილად გულწრფელად ვამბობ, თუმცა ჩვენ ბევრ საკითხში არ ვართ მზად. მაგრამ პროგრესი აშკარაა. ამას ეს ვერ მოხდება სწრაფად. გესმით, გვესმის ახლა ჩვენ ყველას, რომ ეს ვერ მოხდება სწრაფად. ამას სჭირდება წლები, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, ამას სჭირდება ძალიან დიდი აქტიურობა როგორც სამინისტროსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი აქტივობები ძალიან ხშირად არის, ეს ხშირად ერთობლივია, ხშირად დამოუკიდებლად ხდება. და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი სამინისტრო თუ სამინისტროები ერთად. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოაგვარებს გარემოს დაცვის საკითხებს, განსაკუთრებით გარემოს დაცვის საკითხებს საზოგადოების ჩართულობის გარეშე. თითოეულ მათგანზეა ჩვენ ხშირად აქვს ხდომებიც, ძალიან ხშირად შეიძლება ესეთი თვალით რო შეხედო რაღაც უპერსპექტიულ რამეს ვაკეთებთ ამ ხელა ქვეყანაში დგავართ და რაღაც კონკრეტულ ადგილს ნაგვისგან ვათავისუფლებთ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, იმიტომ რომ 10 მეტრს გავიდა და იმაზე მეტი ნაგავი დაგხვდება იქ, მაგრამ აი ეს გარკვეულწილად რუტინა და შინაგანი კულტურის ამაღლება. ამის გარეშე ვერანაირი კანონით, ვერანაირი ამის უნდა მოემზადოს საზოგადოება, მოემზადოს და კანონს მიიღებს ადვილად. და ეს იქნება უფრო ადვილი, ასე ვთქვათ, შერწყმა ევროპულ კანონმდებლობასთან და სივრცესთან, ვიდრე ის რომ ჩვენ ხვალ უცბად ევროპულ კანონმდებლობა რეალობად გვექცეს აქ. ხვალ გითხრას ევროპა, მოდი, ევროპა ხართ, ევროპის კავშირის წევრი ხართ და აი თქვენი კანონმდებლობა რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი. გასაგებია. დავიბნებით ძალიან. როდესაც მინდა ვკითხო ინფორმირებულობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებით, თქვენი დაკვირვებით, რამდენად ჩართულია დღეს ქართული საზოგადოება გარემოს დაცვის პრობლემებში? Frankly, I haven't seen any real survey and I cannot comment on that. მე არ გავცნობილა რამე კონკრეტულ გამოკვლევას if I look at landscape. ჩემი პირადი შთაბეჭდილებას თუ გაგიზიარებთ, ისევ და ისევ პეიჟას თუ გადავხედავთ, თელ ნაგავს და ნარჩენებს თუ გადავხედავთ, რასაც ვიზუალურად ხედავთ, აშკარაა რომ ბევრი წინსვლა ამ მართლობებში შეიძლება არ იყოს. ამიტომაც არის ევროკავშირი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს პარტნიორებთან აქ, რათა ხელი შეუწყო სხვადასხვა მოხალისეებს, რომლებიც დიდიან რეგიონებში და წმენდნენ სხვადასხვა ადგილებს, როგორც ნახსენები ითქვა. მე მაგალითად ყაზბეგში გავატარე ერთი დღე, როცა ჩვენ ერთად ვაგროვებდით ნაგავს. ჩვენ ძალიან მირესალმებით Climate Week, which is კლიმატის კვირეულს, რომელიც ახლახანს ჩატარდა. ასე რომ ჩვენ სულად ვუჭერთ ხარს ასეთ ინიციატივებს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია და მე მგონი ერთ-ერთი მიდგომა იქნებოდა, რომ მეტი ვიმუშაოთ სკოლებთან, მეტი ვიმუშაოთ ბავშვებთან, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება საბავშვო ასაკიდან, ბავშვებმა უნდა იცოდან უფრო მეტი გარემოს დაცვაზე და მე ალბათ სწორ გზას დავადგეთ. ეკა, მე მინდა თქვენს კითხოთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის თქვენი საქმე სამინისტროში და თქვენს მინდა კითხოთ, რამდენად ჩართულია, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება საერთოდ გარემოს დაცვის საკითხებზე.
მე მინდა გავაგრძელო ის აზრი, რომ აქ აღინიშნა, რომ დღითი დღე საზოგადოება ამ მიმართულებით საზოგადოების აქტივობა იზრდება და მე მინდა გითხრათ, რომ თანდათან აი ყოველდღიურად აი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვატყობთ, რომ მოდურიც ხდება გარემოს დაცვა ზოგადად და ამაში ჩართული არის როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები, ამაში ჩართული არის სხვადასხვა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ცნობილი სახეებიც კი და სამინისტროსთან ისინი აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენ საინტერესო აქცია ველოსიპედები. დიახ, დღეს დილით ჩვენ მქონდა საინტერესო აქცია, მეტად უჩვეული და ორიგინალური და კრეატიული, როდესაც ველოსიპედებით აი ველომრბოლელებმა, რომელშიც ჩართული იყო სტუდენტები მონაწილეობდნენ, მინისტრი მონაწილეობდა ამ აქციაში, მათ დაასუფთავეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. აი ასეთი აქციებით ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც ცოტა შემოქმედებითაც და კრეატიულად მიუდგეთ თითოეულ ღონისძიებას, რომ მოსახლეობის საზოგადოების ცნობიერება ამხრივ ამაღლდეს. გასაგებია ჩვენ დრო პრაქტიკულად ამოიწურა თუ გსურთ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით რამე თქვათ მოკლედ და მარტივად კლიმატის კვირეული ახსენეს და ძალიან საინტერესო იყო წელს კლიმატის კვირეული იმან უფრო რეგიონებში გადაინაცვლა და ძალიან ბევრი გაკვეთილი ჩატარდა და ასე რომ ცოტა ხანში ელოდეთ რომ უფრო მეტი და მეტი ხალხი იქნება. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა და გავმეორებ ძალიან დიდი ხნის წინ ჩემი ნათქვამ სიტყვებს. ეს მართლა ჩემი სიტყვები იყო. გარემოს დაცვა აბრა არ არის. მას ჭირდება შესრულება. ყველა მოქალაქის ვალდებულებაა მისი შესრულება. დიახ, მეც ვიტყვი რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის პრობლემა ჩვენ არ გქონია, მაგრამ ჩვენ როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციას გვიწევს რაღაც სიურპრიზების რეჟიმშიც მუშაობა. ამ შემთხვევაში მე მოვიყვან ისევ ტყეების მაგალითად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეწყობოდა ახალი კანონპროექტის განხილვა მივიღეთ წინა დღეს. ეს თუ ჩართულობა, ალბათ ეს მიუხედავად ჩართულობაა და არსებობს აქ პრობლემები. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ეს პრობლემა ნაკლებად ჰქონდა ხოლმე. მეტყვი თუ გსურთ დაამატოთ და დავამთავროთ. და მეორე თავი ერთხელ ვიყავი სულსაცილებლების საკითხებზე, ახლა გარემოს დაცვის საკითხებზე და იცით რა ვაკვირდები ახლა აი ზოგადად თავრობის და ცალკეული სამინისტროები ყოველთვის აპელირებენ იმაზე რომ აი ბიზნეს სექტორი არ არის მზად იქ ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია რომ შეიძლება ცალკეული დარგების კოლაფსი გამოიწვიოს თქვა რაღაც ქმედითი ზომების გატარებამ და ასე შემდეგ. გასაგებია ეს ყველაფერი და მართლაც ეს რეალობას არ არის მოკლებული, მაგრამ რის ხარჯზე ვაპირებთ და სანამდე ვაპირებთ დროის გაწევას. მიტო არის აუცილებელი რომ შემუშავდეს ეს პოლიტიკა და დაიდოს ქაღალდზე დაიწეროს და ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომ მოსახლეობამ რიგითმა მომხმარებელმა იცოდეს როდის გაუმჯობესდება რა ეტაპში როგორ იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი მომხმარებლის ჯანმრთელობის და ისეთი სენსიტიური სფეროები როგორც ვთქვათ იგივე გარემოს დაცვა არის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის ან სულსათისმრევლობის უზრუნველყოფა არის მოსახლეობა და მომხმარებელი ითხოვს რომ კრედიტის ზომები გატარდეს. იმიტომ რომ აი ეს დაყოვნება რაღაც ეტაპებზე კიდევ გადაყვანა გასაგებია რომ ამის გარეშე ვერ წავარ წინ მაგრამ უნდა იყოს მეტი ინფორმაცია რომ როდის მივახცეს შედეს რომ ძნელია მოსწავლე ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ძალიან ბატონ გიორგი შედარებით დრო აღარ ნოტაზე რომ დავასრულოთ მე მაშინ ეს კარგ ინფორმაციას გაგიმხელთ სამინისტრო უკვე პარტნიორ ორგანიზაცია ეს თქვა სამთავრობო რამდენიმე უწყება ამუშავებს გარემოს დაცვის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიას, რომელიც ეხა არ არსებობს, მაგრამ სადღაც დეკემბერში ვარაუდობთ, რომ გაიხსნება განხილვებისთვის. რასაც თქვათ, გასაგებია სავალდებულო. ყველა სტუმარს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ამ ფორმატში არ არის ბოლო გადაცემა, რომელიც გარემოს დაცვას მიეძღვნება, კიდევ გვექნება ამ თემაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კანონმდებლებიც, პარლამენტის წევრებიც იქნებიან რაღაცნაირად გამონახავენ დროს ან საშუალებას და მოვლენ გადაცემაში სტუმრად. დიდ მადლობას გადავუხდი ყველა სტუმარს. რეკლამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ევროპის ომბუდსმენის თანამდებობა 1992 წელს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შემოიღეს. ომბუდსმენი არის შუამავალი მოქალაქესა და ევროკავშირის ხელისუფლებას შორის.
მას მინიჭებული აქვს უფლება მიიღოს და განიხილოს საჩივრები ევროკავშირის მოქალაქეებისგან, კომპანიებისა და დაწესებულებებისგან. აგრეთვე ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ცხოვრობს ან იურიდიული მისამართი გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებში. ომბუდსმენს ირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია. ომბუდსმენი ხელს უწყობს ევროპულ ინსტიტუტებსა და ევროკავშირის სხვა უწყებებში არასათანადო ადმინისტრირების შემთხვევათა გამოვლენას. ომბუდსმენს შეუძლია რეკომენდაციების გაწევა ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის და საკითხის წარდგენა ევროპარლამენტისთვის, რათა მან მიიღოს ნებისმიერი აუცილებელი პოლიტიკური ზომა. $1998 წელს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაარსდა ცენტრალური ევროპული ბანკი. ბანკის დაარსება მიზნად ისახავდა ახალი ფულადი ერთეულის შემოღებასა და მართვას, უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციების წარმოებას და გადახდის სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ცენტრალური ევროპული ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ცენტრალური ევროპული ბანკი აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობები პატივისცემით უნდა მოეპყრან ამ პრინციპს და არ უნდა შეეცადონ ცენტრალურ ევროპულ ბანკზე ზეგავლენის მოხდენას. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ ოთხშაბათამდე საღამო საათამდე პირველ არხზე ნახვამდის.